ყველა ალტერნატიული იდეოლოგიის საკითხს აყენებს ეგრე რომ უნდა სძლიოს ქრისტიანული იდენტობის გავლენას. მასე აყენებს პირდაპირ ლიბერალური იდეოლოგია მას აყენებს. ერთადერთი ქრისტიანებში გააჩინეს ახლა ეგეთი ილუზია, თითქოს ჩვენ არ უნდა გქონდეს პოლიტიკური პოზიცია, ჩვენი მორალურ რელიგიური ფასეულობებიდან გამომდინარე, რომ სხვებს რამე ეჭვი კი არა აქვს. შემთხვევითი კი არა არის, რომ მთელი ეს 10 წლეულების განმავლობაში ლიბერალური იდეოლოგიური ფლანგი თუ რამეზე ინტენსიურ შეტევას ახორციელებდა, ახორციელებდა ინტენსიურ შეტევას ეკლესიაზე და ინტენსიურ შეტევას ახორციელებდა ქრისტიანულ მორალურ ფასეულობებზე. ეგ რამე შემთხვევით კი არის პოლიტიკური ბრძოლის ფორმაა, რომელშიც მათ რაიმე ეჭვები კი არ გააჩნიათ. მათ იციან, რომ სანამ ქრისტიანობის გავლენას არ დაასუსტებენ ამა თუ იმ ქვეყანაში, მანამდე ანტიქრისტიანული ალტერნატიული იდეოლოგიის დამკვიდრებას, რასაც წარმოადგენს ლიბერალიზმი, ეფექტურად ვერ მოახერხებენ. ამიტომ მეორე მხარე მიცის, რომ ქრისტიანობასთან ბრძოლა არის უბრალოდ პოლიტიკის ნაწილი კი არა. პოლიტიკის მთავარი ამოცანა. მეტა ამოცანა არის მაგათ. ხო, და თან მაგ მთავარი ამოცანის ერთ-ერთი მთავარი ხერხი იარაღად რა აქციის, იცი? ჩვენ გვარწმუნებენ, რომ შენს ქრისტიანულ პოზიციას არაფერი კავშირი პოლიტიკურ პოზიციასთან არ უნდა ქონდეს. პოლიტიკასთან შენ ნუაკავშირებ შენს ქრისტიანულ ხედვას, ქრისტიანულ იდენტობას. ეგ უბრალოდ შენთვის შენ რელიგიური აღსარებლობის ნაწილი დატოვე და პოლიტიკაში ეგ შეხედულება ნუ გადმოგაქვს მაგის პარალელურად. აი ერთი ხო ეგ არის და მეორე მაგის პარალელურად არის, რომ კაცო ქრისტიანული პოლიტიკური პოზიცია ლიბერალიზმი. მეორე რასაც გვტენიან არის ეგ. კი, ეგ და მაგაზე მინდა მე ეგ ეშმაკობაა სინამდვილეში. გავიგე, მაგრამ ძალიან შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ეგ ეშმაკობა ჭამა. აი თანხმები. გეტყვი რა კუთხით მინდა მაგაზე ლაპარაკი. აი ნახეთ. უამრავი არის საქართველოში ეგეთი, ну აი ვიღაცა პოლიტიკოსობს, ვიღაცა ექსპერტობს, ვიღაცა რაღაც ინტელექტუალობს და როგორ აყენებენ საკითხს რა რომ მე ვარ ქრისტიანი, ეს რაღაც მღვდლები და ეს რაღაცა ეგ ფარისევლობა, მე აი ბიბლია წაკითხული მაქვს. იესო ჯიგარი იყო. და მე მივხვდი კაცო რა ეგ. კერძო საკუთრებაზე ბაზრო. სინამდვილეში ქრისტიანობა კერძო საკუთრება. ну გრო განვაზოგადოთ, ან აი რაღაც ბერძენიშვილმა რო იბადრა, რომ აი ქრისტიანობა მაგარია, მაგრამ ვაჟა უფრო მაგარია, ამ ვაფშე თქვა, რომ ტერი ვაფშე არ არსებობს. ანუ ქრისტიანობაში გიყვარდეთ ტერი შენი ხო არ ქრისტიანობაში, ამას ეცოტავა, გაიგე? და ვაჟა უფრო მაგარია, ტერი ვაფშე ჯერ ვაჟას არ უთქვია, რომ ტერი ვაფშე არ არსებობს, მაგრამ ამან ეგრე წაიკითხა და ეგ უფრო გაუსწორდა და ნუ აი მთელი რაღაცა ესეთი კონგლომერატი არსებობს, მე უფრო გავიგე ქრისტიანობა, აგერ მე გასწავლი ქრისტიანობას, ეკლესიას თავი დაანებეთ. ერთ-ერთი აი ტრენდი მართლა ეგეთი არის, იმდენად რომ აი ჩვეულებრივი ხალხის დიდ ფენაშიც გაჩნდა ეგეთი შეხედულება, რომ რა თმინდა კაცო მე ეს ეკლესია და მღვდლები, მე ჩემი ურთიერთობა მაქვს ღმერთთან, აი მთელი ეგ ტექსტი სინამდვილეში აი ამ პოლიტიკური, კულტურული და სოციალური შეტევის შედეგად გაჩნდა. და მაგაზე არის ერთი რაღაცა სათქმელი, უბრალოდ აი რო გვესმოდეს რა. რასაც ეხა უხსნი, ეგ არის უბრალოდ 2x2 4. ეგ რამე ახალს კი არ ვამბობ, უბრალოდ რო იცოდეთ ხალხო რა. ქრისტიანი ვინ არის? ეგ როგორ ერკვევა ეგ? მთელი აი ჩვენი რწმენა არის გარკვეული კონტრაქტი ღმერთთან, აი მარტივად რო ახსნა თანამედროვე ენაზე. ну, იმ ტერმინოლოგიით ორიგინალურით ეგ არის აღთქმა. აი ძველი აღთქმის ხალხი ხო იყო, ღმერთთან იყო რაღაცა აღთქმა დადებული, ანუ რაღაცა წესების და კონტრაქტის ქვეშ იყო ებრაელი ერი. და ქრისტე რომ მოვიდა, ყველანი უკვე მარტო ებრაელი ერი კი არა, იქ ხო რაღაც კონკრეტულ ძველი აღთქმა ხო მარტო ებრაელ ერს ეხებოდა. ქრისტე რომ მოვიდა, ახალი აღთქმის ქვეშ ვინც ვართ რაღაცა კონტრაქტის ქვეშ, აღთქმის ქვეშ. და ვინც მაგ კონტრაქტის, ანუ მაგ აღთქმის პირობებს არ ეთანხმება, არ იზიარებს და არ ასრულებს, ის არ არის ქრისტიანი.
და ეგ კონტრაქტი რაში მდგომარეობს, მაგას აი ისე კი არ არის, რომ აი ვერავინ ვერ გაიგო რაში ეგ კონტრაქტი შენ ესე. ეს არ არის აბსტრაქტი. ჩვეულებრივად გაწერილია და ტექსტი გვაქვს. თან ეგ ტექსტი როგორ არის, აი პრინციპში აი ქრისტიანმა ეგ ტექსტი თუ არ იცის, ბავშვს არ ანათლინებენ. აი ყველა მიხვდება ხრა ქვია წამსი. ეს წამსი თან როგორ ბოლოში როგორ იქ ხო არის აღწერილი აი მამა ღმერთს როგორ უყურებს ქრისტიანობა, ძე ღმერთს სულიწმინდას, ეკლესიას როგორ უყურებს და ბოლოში მთავრდება ეგრე რომ მოველი აღდგომა სამკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესა და ამინ. ანუ კონტრაქტის შინაარსი რა არის, რომ მე ამას თუ მიუყვები, ველოდები რომ მოუკვდები, მერე სიცოცხლეს ველოდები სიკვდილის მერე. ეგ არის ჩვენი კონტრაქტის შინაარსი, აღთქმის შინაარსი. ეხლა რო აღდგომა მოდის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ეგ არის მაგ ახალი აღთქმის დადასტურება, გაფორმება. მაგაში მონაწილეობს ქრისტიანი და ვისაც მაგისი არ ჯერა, რომ მოუკვდებით ქრისტეს სწავლებას, ვინც მიყვება ის მერე მკვდრეთით აღმდგარი ღმერთთან ერთად ვიცხოვრებთ სიკვდილის მერე, ვინც მაგ კონცეფციას არ იზიარებს და ეგ გონია ზღაპარი, ეგ გონია მეტაფორა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. იქ რაღაც ადამიანის უფლებებზე და კერძო საკუთრებაზე და იქ რაღაც უბრალოდ ერთმანეთი გვიყვარდეს და მერე არაფერს მნიშვნელობა. აი ეგრე ვინც აყენებს საკითხს, არაფერი შუაში არ არის ეგ ხალხი ქრისტიანობასთან და ვინც ეგრე გიყენებთ საკითხს, მოდი ყოველთვის ეგ დაუფიქსირეთ ხოლმე, რომ ეგ შენ რაზეც მელაპარაკები, ეგ ქრისტიანობა არ არის. ერთი რომელსაც უბრალოდ ეზარება ამ ყველაფრის შესწავლა, გაგება და უბრალოდ გამარტივება უნდა და თან უნდა რომ თვითონაც ქრისტიანობის ფარგლებში იყოს და ამიტომ ამბობს რომ აი მოდი აი აბსტრაქტულად ვიტყვი რომ ეს ყველაფერი ეს ცოტა რთულია შესასრულებლად გასაგება და მოდი მე რაც მაწყობს იმას ამოვიღებ ჩემთვის გავამარტივებ აი პრიმიტიულს გავხდი მაგრამ პლუს ის სიკეთეებიც მინდა რაც უკავშირდება ქრისტიანობას. ეგ ერთია ქრისტიანობის პიარი მინდა, მაგრამ ვალდებულებები არ მინდა. ეგ ერთია ვალდებულებები თან ეზარებათ. ეხლა ეს არ არის მარტივი საკითხი, კაცო, ამ ყველაფერს ჯერ ერთი რო გაიგო, წაიკითხო და მერე დაიცვა. არ არის ქრისტიანობა მარტივი. ეს დაცვას ვერავინ ვერ ვახერხებს. კაცო, ეს რას არის, ეხლა ჩვენ რო მაგას საუბარი დავიწყოთ, ეგ ძალიან ფარისელობა გამოვა ჩვენი მხრიდან მათ შორის. და არსებობს ჩემი აზრით ამ ყველაფერში პოლიტიკური შინაარსი. აი ჩვენ როცა ვამბობდით რომ ხშირად ხდება აი შეგნებულად აი შეცდომაში შეყვანა ადამიანების რომ აი ჩვენს ქრისტიანული ძალა ვართ, აი ლიბერალები როდესაც ამბობენ. ეგ ამას ჯერ ასე დეკლარირებულად იმიტომ აცხადებენ რომ ჩვენს თქვენიანები ვართ, იმიტომ რომ ჯერ არ აწყობთ. ჯერ არ არის ძალთა ბალანსი მათ სასარგებლოდ, რომ ღიად განაცხადონ საკუთარი პოზიცია და საკუთარი მიზნები. და რატომ გულისხმობ და რატო ვამბობ მე ამას? აი თანამედროვე ლიბერალიზმი, რასაც ქვია. აი ინსტიტუციონალურ დონეზე, კონცეპტუალურ დონეზე ეყრდნობა ორ პოლიტიკურ სკოლას. აი ორ ფილოსოფიურ სკოლას მათ შორის, ხო? აი რომელიც დასავლეთშია დამკვიდრებული. ერთი არის აი ეს ნეომარქსისტების ფრანკფურტის სკოლას, რასაც ეძახიან, აი ნეომარქსიზმი, რომელიც ევროკავშირის ფარგლებშია დღეს წარმოდგენილი, რომელიც ცალსახად ანტიქრისტიანულია, აი რო წაიკითხოთ ახლა ნეომარქსიზმის და განსაკუთრებით კულტურული მარქსიზმის ფუძემდებლების წარმოდგენები და დამოკიდებულება ქრისტიანობისადმი, ნუ ცალსახად იმას ითხოვენ, აი დეკონსტრუქციას და წაშლას. და შესაბამისი მეთოდოლოგიაც აქვთ მათ დამკვიდრებული და დასავლეთში პრაქტიკაში ასახული ბაღებში, სკოლებში, საგანმანათლებლო სისტემაში, მორალურ დონეზე როგორ უნდა მოხდეს დექრისტიანიზაცია. და სხვათა შორის მეორე არსებობს პოპერის კონცეფცია, ხო? რომელიც ასევე დამკვიდრებულია და პოპერის ღია საზოგადოების აი ამ ფილოსოფიის ნაშიერია მთელი ჩვენი პოლიტიკური ელიტა, გინდ ხელისუფლებიდან აიღე და გინდ ლიბერალურ ოპოზიციაში გაიხედე. ყველა კარლ პოპერის, აი სოროსის ფონდის
იდეოლოგიის აპოლოგეტები არიან, რომელიც ასევე ანტიქრისტიანული, ანუ მთავარი მოწინააღმდეგე, მთავარი ანტაგონისტი კარლ პოპერის ფილოსოფიაში, ну არის ქრისტიანული მორალი, ქრისტიანობა როგორც მორალური შემადგენელი და ცხადია, შემდეგ პოლიტიკური შემადგენელი. ზურა, შენ რაც მოიყვანე, ხო იცი, ლიბერალების ეშმაკური მაგალითი, რომელიც იძახის, რომ არა, აი ჩვენ ვიცით ქრისტიანობა. მე გასწავლი ქრისტიანობა. ო, და ეკლესია არ ათქვინა. აი დაუშვათ, ვიღაც არ აღიარებს, რომ ეს არის სამკურნალო ეფექტი აქვს, არავის ასულიერად არ კურნავს და მაგას არ ვაღიარებ. დაუშვათ, მაგრამ ვიღაცა თუ აღიარებს, რომ არსებობს ცოდნა და ვიღაცა თუ ამბობს, რომ მე მცოდნე ვარ და მე უნდა რაღაც მე მისმინეთ ხოლმე ამ ცოდნის გადაცემის რაღაც ინსტიტუტს ხო უნდა ვასახელებთ რა? ანუ ჩვენ თუ ვამბობთ, რომ არსებობს რაღაც თუ ეს ცოდნა ფასეულია, თუ ეს ცოდნა შენ ამბობ, რომ ფასეულია, კი ბატონო, შენ ვიღაც ინდივიდი ხარ, შენ დაბერდები, მოკვდები, ან ვიღაცა ვერ გიპოვის, ერთი კაცი ხარ, ხო? ჩვენ ხო რაღაცა პასუხი უნდა გამოვძებნოთ, როგორც გამოყვე იმ აზრში, რომ შენ ცოდნე ხარ. მაგრამ იმაზე შევთანხმდით, რომ რაღაც ცოდნა საჭირო ყოფილა და ამავე დროს თანხმდებით, რომ ერთი კაცი ხარ შენ ვიღაცა და ყველას ვერ მიწვდები და თან რაღაც მოკვდავი ხარ გაქრევი მალე, ხო? ჩვენ საიდან ვარკვევთ ეს დანარჩენ ხალხს, როგორ გადაეცემა ცოდნების სტანდარტიზებას, როგორ უკეთებთ? თუ ცოდნაზე ლაპარაკობს კაცი და ცოდნის მნიშვნელობას და მის ობიექტურ არსებობაზე, მაშინ მან უნდა თქვას, რომ შეიძლება რაღაც უნივერსიტეტი მთლად გამართული არ არის, მაგრამ უნივერსიტეტი რო საჭიროა, მაგაზე უნდა შევთანხმდეთ თუ ცოდნაზე ვლაპარაკობთ. აქედან გამომდინარე, რომ ვიღაცა რო გამოდის და იძახის, რომ იცი რა, ახლა მე მომისმინეთ, მე ვიცი რაღაც ქრისტიანობა როგორ უნდა გავიგოთ. ოღონდ მან არ ამბობს იმას, რომ არასახელებს ინსტიტუტის მნიშვნელობას ამ საკითხში. ეგ ავტომატურად მაიმუნო. ეგ ანგრევს. მაშინ შენ უნდა დაასახელო ამოცანა იმისა, რომ რაღაც ინსტიტუტი მაინც ხო უნდა შეიქმნას თუ რაღაცა ეკლესია თუ არასწორად დასწავლის ქრისტიანობას და შენიცი მარტო ქრისტიანობა რა არის. აი შენ რომ მოკვდები, ანუ ქრისტიანობაც მოკვდა შენ. ნახე როგორი რაღაცა შეიძლება მე რაღაც ინსტიტუტის გამართულობაზე არ ვლაპარაკ. ვამბობდე, რომ ეს უნივერსიტეტი არ არის პირობითად საგანმანათლებლო სასწავლებელი. მაგრამ როგორც მოვლენა, რომ უნივერსიტეტი აუცილებელი მოვლენაა და ის რომ ეს უნივერსიტეტი როგორც მოვლენა, რომ არსებობს უკვე წინ სვლა იმასთან შედარებით, როცა არ არსებობდა უნივერსიტეტი, ეგ არის აპრიორი. მან შეიძლება ამოცანა დავისახო, რომ მოდი ეს უნივერსიტეტი უფრო გავაძლიერო, უფრო მეტი ლექტორი ვიცი, მეც მასწავლებელი გავხდე. ანუ ვიღაცა უღირსი ლექტორი თუ არის, ის ლექტორი აღარ იყოს და ღირსეული ლექტორი. ეგ აპრიორი კი ბატონო, კაცო. ანუ ნახე, აუცილებელი კომპონენტი ვიღაცის, ვინც ამბობს, რომ აი კი ქრისტიანობა სიკეთეა. მან აუცილებელი კომპონენტი არის, რომ უნდა ასახელებდეს ინსტიტუტის ამ ქრისტიანობის ხალხში გავრცელებაზე მომუშავე ცოდნის გადამცემი ინსტიტუტის მნიშვნელობას უნდა ასახელებდეს აუცილებლად. ეხლა ამის იქით უნდა ვიდაოთ, რომ რაღაც ინსტიტუტთან რაღაც აი ეს პრობლემა მაქვს, ის პრობლემა მაქვს და ეგ სადაო საკითხად შეიძლება აქციოს ვიღაცა და მაგაზე უნდა ეკამათო. მაგრამ ვიღაცა ვინც აპრიორი აი პირდაპირ ეკლესიას როგორც მოვლენას უტევს, ეგ აპრიორი გულისხმობს, რომ ეგ ესე იგი უტევს ქრისტიანობას როგორც იდეას, როგორც მნიშვნელოვან ცოდნას, რომელიც უნდა როგორც ინსტიტუტს, რომელიც უნდა გადაეცეს ხალხს. აუცილებელი მაგიტოა ეგ მნიშვნელოვანი ხაზგასასმელი, აუცილებელი პოლიტიკური პოზიცია ქრისტიანის მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ არის, რომ ძლიერი ეკლესიის ინტერესი სახელმწიფოს უნდა ქონდეს. ხო არ შეიძლება აი ბიზანტიის იმპერია პირობითად და ან ნუ საქართველო, ხო? შუა საუკუნეებია და აი სახელმწიფო ისე იყოს, აი ეგეთი პოლიტიკური დაკვეთა ქონდეს, რომ ეკლესია არ იყოს ძლიერი, აი ტაძრები არ შენდებოდა და ხალხი ეგეთი ვისაც ექნებოდა ეგეთი პოლიტიკური დაკვეთა, ეგ არის ანტიქრისტიანი.
იმიტომ რომ ეკლესიის გარეშე გასაგებია რომ შენიანები იქნებიან უფრო ცოტანი, შენნაირი მორალური პოზიციის მქონე ხალხი იქნება უფრო ცოტა. შესაბამისად, შენნაირი მორალური პოზიცია პოლიტიკაში ნაკლებად იქნება ასახული და მოვა ალტერნატიული პოლიტიკური და იდეოლოგიური პოზიციის ძალა და გაგანადგურებს. ამიტომ აუცილებელი კომპონენტი მასე ირკვევა ქრისტიანული პოზიცია არის ეკლესიას ვინც უჭერს. ხა, ეგ არის. რომ ან